ისმის ჩემი ხმა დავიწყებ მე და ვინც შემოვა მოისმენს, ვინც არა მე ნახავს ჩანაწერს. მოკლედ დღეს გვექნება პატარა ესეთი ლექცია, ცოტას გეტყვით რა არის თვითონ ეს ნეიროგრაფიკა მეთოდზე მოგიყვებით რამოდენიმე სიტყვით და მე გადავალთ უშუალოდ ალგორითმის შექმნაზე. მე თქვენ უკვე გაგიზიარეთ ვიდეო, სადაც შევეცადე რომ ამეხსნა როგორი იხატება ნეიროხაზები, ცოტა განსხვავდება ეს ხაზების გავლება კლასიკური ხატვისგან და ვინც საერთოდ არ ხატავს იმისთვის ბევრად უფრო ადვილია მე ვფიქრობ ასეთი ხაზების გავლების სწავლა. ეხლა დავუბრუნდები ნეიროგრაფიკის თვითონ შექმნის ისტორიას. პაվել პისკაროვი არის ესეთი კაცი, თავისი ინსტიტუტი აქვს უკვე შექმნილი, სადაც ასწავლის ნეიროგრაფიკას და მე სწორედ აქ გავდივარ, 2 კურსი უკვე გავიარე და ეხლა ვსწავლობ ინსტრუქტორის კურსს, რომლის მერე კიდე მექნება უფლება რომ მე თვითონ უკვე გავხსნა სკოლა ნეიროგრაფიკის, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც სპეციალისტ მაქვს უფლება გამოვიყენო ეს მეთოდი. იმედი მაქვს რომ შევძლებ რომ კარგად აგიხსნათ. მოკლედ მეთოდი ეს ნეიროგრაფიკის მოიფიქრა ამ კაცმა, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი, განათლებით ფსიქოლოგიის დოქტორი და ამასთანავე ის არის პირველადი განათლებით არქიტექტორი, ანუ ძალიან კარგად ხატავს და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა როგორც არქიტექტორი, პარალელურად ფსიქოლოგიას შეისწავლიდა და საბოლოო ჯამში, სადღაც 40 წლის ასაკში ეს კაცი გადაიწვა, ანუ ბევრი მუშაობით და აი ამ სიტუაციაში გადაწვის ფონზე დაიწყო ეზოთერიკით დაინტერესდა, დაიწყო სიარული სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა რელიგიით დაინტერესდა, ნუ ქრისტიანი არის მართლმადიდებელი თვითონ, მაგრამ აი აქვს ეს დიდი ფართო ინტერესის ესე იგი სფერო და ერთხელაც როგორც თვითონ ყვება, თვითფრინავში ვიყავი და ესეთი იდეა გამიჩნდა, ვიფიქრე ძალიან ბევრი რაღაცებს ვფიქრობდი, რისგან შედგება უჯრედები, ატომები, აი ხაზებზე და უცებ გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა ესეთი რაღაცა მომეფიქრებინა, რომ ნუ დიდი ხანი რა თქმა უნდა მუშაობდა ამაზე, მაგრამ სახელი რაღაცა მინდოდაო და ნეიროგრაფიკა მოვიგონე ესეთი სახელი, ნეირო რატო? იმიტომ რომ ნეირონების კავშირთან აქვს ამას ეს ნეირონების წარმოქმნასთან დიდი კავშირი და გრაფიკა, იმიტომ რომ ეს არის გრაფიკული ნამუშევარი, ანუ ხატვა. ბევრი რო არ ვილაპარაკო, ამ კაცმა შექმნა ეს მეთოდი და თვითონ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სამყაროში თუ დააკვირდებით, სამყარო შედგება წრეებისგან და ხაზებისგან, ანუ წრეებისა და ხაზების კავშირისგან და აი ეს არის ყველგან, ყველაფერში აბსოლუტურად წრეები და უსწორმასწორო ხაზები და ნეიროგრაფიკა ზოგადად ეს არის ხაზებით გადმოცემული და სიმბოლოებით გადმოცემული ისტორია და ფაქტიურად ჩვენს ქვეცნობიერს ვაწვდით ინფორმაციას, რაღაცა სიგნალებს ვაწვდით ხაზებისა და გრაფიკული აი ესეთი ნამუშევრების მეშვეობით, რასაც ყველაზე კარგად აღიქვავს სხვათა შორის ქვეცნობიერი. ეს ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი მეთოდია, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამას იყენებდნენ ფსიქოლოგიაში, ანუ სიმბოლოებს, არტ თერაპიაში, თქვათ როგორ გაეგოთ პაციენტი, რას გძნობს, როგორ გძნობს. შესაძლოა ნანახიც გაქვთ ეს ფილმებში, როდესაც ფსიქოლოგთან მიდის ვიღაცა და ის აჩვენებს რაღაცა ნახატებს და ეუბნება, რომ აბა ეს რას ნიშნავს შენი აზრით, ნუ სიმბოლოები, ხო? ანუ სიმბოლოებს ზოგადად ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, იმიტომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური ქვეცნობიერი, რომელშიც ილექება, არის ყველანაირი, თქვათ, ინფორმაცია აბსოლუტურად და ჩვენი ცნობიერი იქიდან რაღაცებს იღებს და იყენებს. ეს მეთოდი ნეიროგრაფიკის აღმოჩნდა, რომ არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ქვეცნობიერს დაველაპარაკოთ. რისგან შედგება? რამოდენიმე ფაქტორია, თქვა ტექნიკური, რისგანაც შედგება და ამ ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა. პირველი, რასაც აკეთებ ნეიროგრაფიკაში, ეს არის თემის არჩევა. ანუ რა თემაზე გინდა რომ შენ გააკეთო ალგორითმი. ძალიან დიდი სპექტრი აქვს ნეიროგრაფიკას, ათასობით რაღაცაზე შეიძლება რომ გააკეთო, შეიძლება გამოიყენო როგორც სტრესის მოსახსნელად, როგორც რაღაცა მიზნის მისაღწევად, ან თავისი როგორც შენი
სივრცის გასაფართოებლად. ეს შეიძლება იყოს თქვა რაღაცა მეტი სიმდიდრე რო შემოვიდეს, მეტი განვითარება რო გქონდეს, თქვა რაღაცის შესწავლა გინდა ამაზე. იქ თავისებური სხვადასხვა ალგორითმები აქვს ყველაფერს. პირველი რაც უნდა ჩვენ გავაკეთოთ, ეს არის უნდა ავარჩიოთ თემა. მე მეტი ჩართულობა მინდა თქვენგან, მაგრამ როგორც ჩანს ალბათ ან მიკროფონებთან გაქვთ პრობლემა, რაღაცა პასუხები რომ მომდიოდეს თქვენგან, კარგი იქნებოდა. მაგრამ არა უშავს. მე გავაკეთებ ამ ყველაფერს, აგიხსნით და შემდგომ იმედი მაქვს, რომ ჩანაწერს კიდევ ერთხელ ნახავთ თქვენ და შეძლებთ, რომ დამოუკიდებლად შეასრულოთ ეს ნახატი, თქვათ, ეს ალგორითმი. მე ახლა გადავრთავ კამერას, ხოვეთ რომ მოგემზადებინათ სახატავი ესეთი ცოტა სქელი ფურცელი, მარკერები და დაგჭირდება კალამი. პირველ რიგში ვარჩევთ თემას, რაზეც ვაკეთებთ ახლა ჩვენს ალგორითმს და ფურცლის უკანა მხარეს წერთ თემას. თემა იწერება ერთი სიტყვით, ანუ რაც გვაგდებს სტრესში. მოცემულ მომენტში რაღაცა გვაწუხებს და გვინდა ამისგან განთავისუფლება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად გველის რამის შეხვედრა, რომელიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა რომ ამ შეხვედრაზე რაღაცა კარგად წარმოვჩდეთ და ფიქრობთ ამაზე და განვიცდით, ხო? ხო და ცოტა ესე ფოთვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს მაგალითად ვიღაცას გამოცდა კონდეს და გამოცდის წინ რაღაცა სტრესში იყოს ან უნდოდეს რომ კარგად ჩააბაროს. ვიღაცა შეიძლება უნდოდეს რომ განთავისუფლდეს გარკვეული რაღაც, ანუ შიშზე ძირითადად ეს არის ხატება, უფრო აი ფოთვის და ესეთი მომენტის მოხსნის მეთოდი არის და ალგორითმი ეს და რას ვაკეთებთ და ერთ სიტყვაში წერთ თემა